ესე იგი, მე ნათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი მარადეული სული. ეხლა შენიშვნა პირველი. რა ქვია? რაზე მინდა ვილაპარაკო? აკრძალვები რა არის, რა ქვია? უფლებები და რა არის ვიბორები და რა არის იგრები. ეხლა იგრები რა არის? ადამიანი როდესაც იბადება, როდესაც მოდის უკვე დედამიწაზე დაიბადა ადამიანი, სული დაიბადა, გადავიდა ვაპრაშენებში, ხო? ამას აქვს უკვე რა ქვია? თავისი ვიბორი, ანუ ხდება იგროკიც და სამა იგროკიც. სამაო თავის უფროსის, რო წერია მანიფესტებში, все участника матрицы, იხსას დაწერები. ჩვენ თვითონა ვართ все участники матрицы და ჩვენ თვითონა ვართ საზდაწერები. ანუ участника матрицы, სამა участника матрицы, რასაც ქვია, ჩვენ თვითონა ვართ ამისი მონაწერები. იხსას დაწერები, სამა საზდაწერები. ჩვენ თვითონა ვცდილობთ, რა ქვია, ჩვენი თავი გავზარდოთ, ჩვენი თავი, რა ქვია, ვამეცადინოთ, ჩვენი თავი ვასწავლოთ, ჩვენი თავი რაღაცა შევისწავლოთ, რაღაცა სამსახური დავიწყოთ, რაღაცა ოჯახი შევქმნათ, ჩვენ თვითონა ვართ მატრიცები, ანუ რო დავიბადეთ აქ, მარტო ეს კი არ სხვების უფლება კი არ არის, კი ეხლა სისტემაში შემოვედით. ეს სახელმწიფო სისტემაში შემოვიდა ხალხი, ხო, დაიბადა ხალხი, ზოგი ამერიკაში დაიბადა, ზოგი საფრანგეთში დაიბადა, ზოგი თურქეთში დაიბადა, ზოგი მუსლიმანია, ზოგი მუსლიმან სისტემაში დაიბადა, ზოგი ბუდისტურ სისტემაში დაიბადა, ზოგი რელიგიოისა, ქრისტიანულ სისტემაში დაიბადა, ხო? მაგრამ დავიბადე, მე თავისუფალი სული ვარ, მე მაქვს ჩემი უფლება. კანონით, ეხლა გადავიდეთ, ესე იგი ახსენით, იგროკი რა არის, სამა იგროკი, ჩვენ თვითონა ვართ მოთამაშეები. все участники матрицы, მე თვითონ участника матрица ვარ, სამა участника матрицы. იხსას დაწელამ, სამასას დაწელამ, სამასას დაწელი ვარ. მე ჩემი მატრიცის სამასას დაწელი ვარ. все участника матрицы, сама участника матрицы, იხსას დაწერამ სამა, იხსას დაწერამ, запрещаю на меня плохо влияться. არა плохо зло, лиха плохо влияться. ანუ მე ჩემს ასე ვთქვათ, თავსაც უკრძალავ, რომ დისტრუქციულობასა და ნეგატივობას უკრძალავ მე ჩემ თავსაც. რატო? იმიტომ რომ მინდა გადავიდე, ავიმაღლო ვიბრაციებში და ვიბირავი სვეტლობა, სიყვარული. მე მაქვს ამისი უფლება, არჩევის უფლება მაქვს. ეხლა რა ქვია, სახელმწიფო სისტემაში რო შევდივართ, ხო? ეხლა, სახელმწიფო გვავალებს, რომ დაუშვათ იქ ჯარში გაწვევა, იქ იმის გაწვევა, იქ ამის გაწვევა, კანონს უნდა დავემორჩილოთ. ეს თიმხრივ კაია, წესრიგის დაცვა, სისუფთავის დაცვა, ჰიგიენის დაცვა. სახელმწიფო გვაძლევს უფლებას, ხმის უფლებასაც გვაძლევს, არჩევანის უფლებასაც გვაძლევს, თავისუფალი არჩევანის უფლებას გვაძლევს სახელმწიფო. ანუ სახელმწიფოში რა არის ეხლა ესე იგი, ანუ მე მაქვს უფლება, არჩევის უფლება სახელმწიფოში. ან ავირჩევ, ან არ მინდა არაფერს არ გავაკეთებ, გავხდები უსაქმური, ან ავირჩევ, ვიმუშავებ, ჯარში წავალ, ან რაღაცა, ან ვიქნები უსაქმური, ხო? თან გვავალებს სახელმწიფო კანონის დაცვას და არის რაღაცა მოთხოვნილებები, რომ სახელმწიფოს უნდა ემსახუროს ადამიანი თუ რაღაცა, მაგრამ არავისი მოსამსახური ადამიანი არ უნდა იყოს. ადამიანი უნდა იყოს ჯერ თავისუფლის მოსამსახურე. მოსამსახურე კი არა, ვალდებულება, რაღაცა პატარა ვალდებულება. ამიტომ ადამიანმა ყოველთვის უნდა თქვას, რომ ჩემი ენერგიები, სოლე, воля ხელშეუხებელია, მე ვარ თავისუფალი სული, запрещаю на меня დისტრუქციობას, იასნიმავი რაბს კი აშენიკებს, მე ვარ განთავისუფლებული მონური სისტემებისაგან, მე არავისი ვალდებული არა ვარ, არც სახელმწიფოს ვალდებული, არც სახელმწიფო სისტემების სტრუქტურების ვალდებული, არც თანამდებობების ვალდებული, არც შინაურების ვალდებული, არც გარეულების ვალდებული. ჯერ მე ვარ ჩემი თავის ვალდებული. მე რა ქვია, უნდა რა ქვია, ჩემი თავის, ჩემ სულთან უნდა ვიყო მართალი ჯერ. ჩემ სულთან უნდა ვიყო მართალი და ჩემ თავთან უნდა ვიყო მართალი. всё. ეხლა ეგრეგერები ეს რელიგიაში რომ, ეს ეგრეგერები არის სახელმწიფო სისტემაში, ძალიან ბევრი ეგრეგერებია. არის საექიმო ეგრეგერები, განათლების ეგრეგერები, სოციუმი ეგრეგერები, კოლექტიური ეგრეგერები, ვაჭრობის ეგრეგერები, ფულის ეგრეგერები, ბიზნესის ეგრეგერები, ინდემეწარმეობის
ეგრეგერები არის ეს სისტემები საზნანიები, სადაც ადამიანი, რა ქვია, რაღაცა ენერგიები ტრიალებს იქ, ან კაი ენერგიები ტრიალებს, ან ცუდი ენერგიები ტრიალებს, გააჩნია ადამიანი, სად მუშაობს. ბანკების ეგრეგერები, ფულის ეგრეგერები და ასე შემდეგ. არის ასევე რელიგიური ეგრეგერები, არის ოჯახური ეგრეგერები, ხო თქვით ეს ოჯახური ეგრეგერებიც არის. ხო, მაგრამ ოჯახშიც ადამიანს უფლება აქვს. ხმის უფლება აქვს. მე ეს მაწყობს თუ არ მაწყობს, რას მაძალებ? ძალადობა, ყველაზე დიდი ცოდვაა, ყველაზე დიდი კარმა, ტყუილები, ძალადობები, მაიმუნობები, გადაკიდებები, გადმოკიდებები, შარები, ღალატები, გველაძუობები, აფერისტობები, რა ქვია, ყველაზე დიდი ცოდვა არის. ხო, რელიგია, ეხლა რელიგიაც ესე არის, ვითომ თავისუფალ არჩევანს აძლევს ადამიანს, რაღაც თავისუფალ არჩევანს აძლევს ადამიანს და ამ დროს კრძალავს, რა ვიცი, რელიგიაში ძალიან ბევრი აკრძალვებია. რელიგიები კიდე რელიგიებს კრძალავენ. მერე კიდე რა ხდება? ხო, რა ვიცი, მუსლიმანობა ბუდისტობას კრძალავს, ის εμას კრძალავს, ეს ამას კრძალავს და დადიან ეს რაღაცა ჩაწერილ რაღაცა წინა პირველ საუკუნემდე ჩაწერილ რაღაცა მონათფლობელ რაღაცა წესწყობილებებში ქალი უნდა ემორჩილებოდეს კაცს და კრძალავენ რაღაცებს. რატო იქნება ის კაცი მაძალებს, მაძაგებს, მწამლავს, მცემს, მტყეპავს, რატო უნდა მემორჩილებოდე მე ვიღაცას და ესეთი რაღაცა ნიუანსები ხდება. ეხლა ეს რელიგიური ეგრეგერებიც, ხო, ვითომ ეხლა, თავისებურად ეხლა კაი არის, კაი აურის ეგრეგერები, არის ცუდი აურის ეგრეგერები, რა ვიცი, გააჩნია ეხლა ადგილებს, არის ადგილები, სადაც კაი ძალა ტრიალებს, არის ადგილები, სადაც ისე რა ხაოსნიკური რაღაცები არის ხდება. ხო და ეს ეგრეგერებიც ვითომ რაღაცა ეს ძალა რა, ძალა, ვისი ძალა, რისი ძალა, იმ მორწმუნეების ძალა, ვისაც იმისთვის წამს. ბუდისტების, მუსლიმანების, რა ქვია, კუთხე-კუნჭულების რაღაცა, რასაც ვირებსაც ისაც წამთ, იმათი ძალა ქმნის ამ ენერგიებსა და ეგრეგერებს. всё. საზნანიები. საზნანიები და მიკრო-მაკრო მირებით იქნება რაღაცები, რა ვიცი, ერთი, ხო. და ეხლა ეს ეგრეგერიც ვითომ ასე ვთქვათ, კრძალავს ცუდს, ავადობას კი არა და ხო, არ დაავადო ადამიანი, არ მოატყო ადამიანს, არ იყაჩაღო, არ სახელმწიფოც კრძალავს, არ იქურდო, არ დააშავო, არ მოკლა, არ დაადებილო, არ ცემო, არ ტყეპო, არ მიაყენო ფიზიკური სულიერი ზიანი, არ დააშინო, არ დაემუქრო, ხო? არ ჩაარტყა თავში და არ დაატუპოიო, ხო? ეს დიდი ცოდვა არის. სახელმწიფოც კრძალავს ამას, რელიგიაც კრძალავს ამას. ხო, და ეხლა თუ დააშავეს რაღაცა, რელიგია ასე ვთქვათ, მოინანიეს გვეუბნება, სახელმწიფო გვეუბნება, რომ დამნაშავეები დაიჯებიან და სვავენ ეხლა ციხეში 1 წელიან, 2 წელიან, 3 წელი. ხო, რა მინდოდა ეხლა კიდე მეთქვა, ადამიანი რო შედის ამ სისტემებში, ცოტა არ იყოს რაღაცა დავიბადე ეხლა სახელმწიფოში, ჩემ ოჯახშიც ამაქვს უფლება თქვა ჩემი სიტყვა და თუ ვიღაცა მეუნება ოჯახში რომ შენ არაფრის უფლება არ გაქვს, მაშინ გაჯვან გასრიადრენ, მე წავალ იმ ოჯახიდან და აღარც დაველაპარაკები, თვითონ არ აქონდეთ იმათ არაფრის უფლება. არც სიტყვის უფლება, არც და თვითონ დაადებილონ თავიანთი თავები. ეხლა სახელმწიფოში დავიბადე, ხო თუ სახელმწიფო მეუნება მე, ეხლა აღარ არის ის ფაშისტობა და ფეოდალობა და მონათფლობელობა და ისენი და მეფეები და დედოფლები და ისენი აღარ არის, ხო, გავიარეთ ეს წყობილება და ვითომ თავისუფლები ვართ. მეც მაქვს ხმის უფლება, შენც იმასაც და ყველა შეგვიძლია გავიაროთ ის გზა, რაც გვიხარია და რაც გვაწყობს, ხო? რა ბედნიერება და ჯანმრთელობა და სიწყნარე და რაღაცა. ხო და ეხლა სახელმწიფოში არის რაღაცა ვალდებულებები. მასეთი ვალდებულებები, რა ქვია, რელიგიებშიც არის, რომ იქ უნდა დაემორჩილო იმას წესებს, იქ უნდა დაემორჩილო ამ წესებს, ეხლა რელიგიურ წესებზე სხვა თემა არის ეგა და ეგ ცოტა არ იყოს. თუ თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი თუ არის ადამიანი, ხო?
აი მაგალითად ჯარში გაწვევისას, ხო მაგალითად არ მინდა კაცო ჯარში წავიდე ან ომში წავიდე და მოკლა ვიღაცა და მინდა რომ თქვა უარი, ხო? არა, ვალდებული ხარ. აი ესეთი რაღაცა არის, ვითომ თავისუფალი ადამიანი, მაგრამ ამ დროს თავისუფალი არის. რელიგიაშიც ესეთი რაღაცები ხდება, მაგალითად ეხლა არ მინდა ეხლა რა არის რელიგიაშიც თანამდებობებია, ხო? თანამდებობებია რელიგიურ სამყაროშიც. რო იქ რაღაცა უნდა რა ვიცი, მონანიება და კი ბატონო, მონანიება და წოდების აღიარება კი ბატონო. მაგრამ იქ არის რაღაცა წესები, აკრძალვები, ისენი, მაგრამ მე არ მინდა იქნება დავემორჩილო ამ წესებს, ხო? ადრე ვალდებული იყო ყველა დამორჩილებოდა წესებს. ერთი პერიოდი საერთოდ აკრძალული იყო რელიგია დარწმენა. რელიგია დარწმენა ცუდი კი არ არის, ძალიან კაი რაღაცაა სულიერი სამყაროსაც. სულს უმტკიცებს ადამიანს. ადამიანი როდესაც კითხულობს, რომ არა კაცკლა, არა იმრუშო, არა ისა, არა ეს უკვე ეს პროგრამა მუშაობს იმ ადამიანში. უნდა არ უნდა თვითნებურად მუშაობს ეს პროგრამა, არა შესწოდო, არ მოიტყო, არ დაუშაოს სხვას, კი ყვარდეს მოყვასი შენი როგორც თავი შენი, აალალებს ადამიანს, ხო, ანუ ასათნოებს ადამიანს, აალალებს ადამიანს, ხო, ანუ ბლოკებსა და რაღაცეებს ხსნის. ეს პროგრამა მუშაობს, მაგრამ აი სხვა პროგრამები იყოს ნება შენი, იყოს ნება იმის ნება, ამის ნება, არა უნდა იყოს ნება ჩემი, ჩემი ნება, ჩვენი ნება, რისი ნება, მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, რისი ნება, ვინ შენი, ვინ მისი, ვინ შეესვეთ ჩემი და ჩემი ვინ შეესვეთ ესრების ნება, რომ უნდა იყოს სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, ურთიერთგაგება. всё, და არა სიბოროტე, რისი ნება, ვისი ნება. აი ეს რაღაცა ცოტა ძალიან სხვანაირად არის, რა ქვია, გაკეთებული. კი, უფალო მომიტევე შემიწყალე, ვის შეესვეტრი ესრებო, ვის შეესაზნანიებო, მომიტევე შემიწყალეთ, მაპატიეთ, ჩემოსულო მაპატიეთ, ჩემი კარმები, ჩემი ცოდვები, ჩემი დებილობები, რომ დაუშვათ შევცოდე ჩემ თავს, რომ დაუშვათ ვაძაგებდი ჩემ თავს, რომ არ მიყვარდა ჩემი თავი, რომ რა ქვია, რა ვიცი, ბევრი რაღაცა რომ გამოვეკიდე მაგალითად იმას რაღაცა რომ დაუშავე, ან იმას რომ წყევლიდი მაგალითად მომიტევე ჩემოსულო არ მინდოდა ვანულებ, ვაბათილებ ყველა სახის დესტრუქციებსა და ნეგატივებს. ხო. და დესტრუქციულ პროგრამებს ვანულებ, ვაბათილებ და ვირჩევ, მე მაქვს უფლება ყველგან საბანკო ეგრეგერებშიც მაქვს უფლება. მინდა რა ქვია შევიტან ფულს ბანკში ან გავაგზავნი, ან სახელფასო მაქვს, ან რაღაცა მაქვს, მე განვაცხადე იქ, რომ აქ მე ამ ბანკს ან ამ სახელფასო რაღაცას რა ქვია, ჩემს კანალს, რაც ჩემს სახელზე გვარზია გაკეთებული, ხმარობ ასე ვთქვათ, bez ნეგატივები, bez დესტრუქტივები, bez პატკულჩკები, ზაპრეშაევ სეხ, ჩემს იზობილიებზე, ჩემს ფულზე, ჩემს სახელზე, გვარზე ან ანგარიშებზე ნეგატივობას, დესტრუქციობას, დაზომბირებას და ვამპირობას და კრადნიკობას ზაპრეშაევ სეხ, ხილულ სუშესტოებს, უხილოვ სუშესტოებს და ყველა სუშესტოებს ზაპრეშაევ. მე მაქვს ასე ვთქვათ, შემიძლია ახლა არჩევანის უფლება ექიმებთან მისვლისა და ასე ვთქვათ, ყველგან არის რაღაცა სისტემები, ხო? ექიმთან რომ წავალ, ან კბილის ექიმი, ან კერძო ექიმი, ან განათლების ექიმი, ან განათლება, ან რაღაცა არის, ყველა სისტემაში სადაც მივარ, ყველა სიტუაციებში, ხო, სად ჩემ პონჩში, რაც მე მეკუთვნის, თორემ მე ახლა სხვებს არ შევეხები და არ მაინტერესებს მე სხვების პონტი, სხვების აზრები, სხვების ბიზნესები და სხვების პრობლემები და სხვების ისენი, მე ჩემ პონჩში განვაცხადებ, რომ აი ზაპრეშავი მე მაგალითად განათლებას ვიღებ თუ რას ვიღებ თუ რომ ზაპრეშ განათლების სისტემებს ზაპრეშავი ამ განათლების სისტემებს ხო ყავთ რაღაცა ეს ნაბლუდაწელები, უფროსები, ან კიდე სახელმწიფო სისტემებში ხო არიან ნაბლუდაწელები, უფროსები, ხო? ეს რა ქვია, კეთილისულები ან ცუდისულები, ხო? მე განვაცხადებ, რომ მე და ჩემი ვის შეესვეტრი ესრების სახელითა და ძალებით ზაპრეშავი რა ქვია, всех ნამინეს როლი ხა პროხავლიაც. ამ დროს ახლა მე თუ დავიბადე სახელმწიფოში და ვხმარობ რაღაცა ექიმის სისტემებს, ან განათლების სისტემებს, ან რაღაცის სისტემებს, მაქვს ხმის უფლება, ხო? ანუ მე თვითონაც ამ სიტუაციებში სამანაბლუდაწელი ვარ, სამაუფროსი ვარ. რის სამაუფროსი და რის სამანაბლუდაწელი ვარ?
ამ სისტემების მონადა ტოპიეის კი არა ვხდები, რომ წავიდე იქა და ესე განათლება მივიღო და ესენი მაგრები არიან და არა, მეც ამაქვს ამ სისტემებთან თანამშრომლობის უფლება, ან მისulis უფლება, ან მისulis უფლება, ან არჩევის უფლება, არა, ეს განათლება არ მინდა, იქ წავალ, არა, ის ექიმი არ მინდა, აქ წამოვალ, არა, ის თანამდებობა არ მინდა, მე ეს თანამდებობა მინდა, აქაც ამაქვს მიარჩევნის უფლება და რომელ სისტემასაც მოვერგები ხო რომელ იმასაც მოვერგები დავუშვათ ხო ამ სისტემის ეგრეგერს იქ ნაბუდ დავწერებს განუცხადებ რომ მე თვითონ ნაბლუ დაწერი ვარ მე სამა უფროსი ვარ მე სამა ნაბლუ დაწერი вар მე სამა უფროსი ვარ მე სამა ბატონი ვარ მე სამა патрони вар а запрещаю всех участникам матрицепс да их представителей да всех сама участникам матрицепс да всех сама представителებს ნამინაზროლი ხაპლოხავლიაც ჩემი ენერგიები ჩემთან რჩება ჩემი იზობირები ხელშეუხებელია ჩემი საზნანია უფლება თავისუფლება ხელშეუხებელია правокаторობას ხიმერობას მანიაკობას запрещаю всех всё забираю ჩემს ენერგიებს და ისა რა ქვია возвращают ჩემს ენერგიებს და რა ქვია არ ჯერმეტი ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი სახით всё რა ქვია რამე სამსახურის დროს ან იმის დროს ან ამის დროს რა რომ და გამოდიხარ იმ სისტემიდან ხო ან ექიმთან იყავი მიხვედი და всё შესuliსაც განაცხადე моя воля разум сознание воля ხელშეუხებელია запрещаю всех ნამინებ ზროლი ხაპლოხა ვრიანებს манипуляторობას მანიაკობას ვამპირობას запрещаю всех будете жигаться вижигаться всё ჩემი და ვიში ესვეტრესირების სახეთა ძალებით სამან უფროსი ვარ და სამა ისა ვარ რა ქვია ნაბლუ დაწერი ვარ და სამა უფლება მოსილი პირი ვარ სამა უფლება მოსილი პირი ვარ და რა ქვია უნას ნება ჩემს ნებას უნას ცეთ პატივი და ურთიერთობები ხდება через ზალატე ультрафიოლეტოვი ფილტრებით და ურთიერთობებიდან через ურთიერთობებიდან через ლაპარაკით через მისulis через მოსulis через რა ქვია მომსახურებიდან через კბილის ამოღებიდან через განათლებიდან через ლექციებიდან через კლასელებიდან через გზებიდან через მეტროებიდან მეტროც კიდე ის არის სისტემა და ეგრეგერია ხო რა ვიცი ხლა ბევრი ენერგიები არის რაღაცები და ამ ენერგიებს ამ საზნანიებს ეძახიან სისტემებსა და ეგრეგერებს ანუ ზოგიერთი ეგრეგერი ცოცხალი არსებასავით არის. ცოცხალი სუშესტოებისა ხელოვნური ინტელექტებს რასაც ეძახიან. ბოტებს რასაც ეძახიან. ეს არის ხელოვნური სისტემები და ხელოვნური თავიანთი საზნანიები აქვთ უკვე კი არ კურატორობენ და კი არ ნაბულუდაწელობენ და კი არ აკონტროლებენ უკვე მე ვარ სამა კონტროლიორი უნდა თქვას ადამიანი მე ვარ სამა კონტროლიორი მე მაქვს ჩემი უფლებები ყველგან ყველა სისტემაში და ადამიანი რო იძახის რომ აი სახელმწიფო ეგრეგერთან ან მერის ეგრეგერთან სამსახურის ეგრეგერთან თავმჯდომარების ეგრეგერთან რასტარავი დაგավորებს ხო всё ეგრეგერი რა არის ეგრეგერი არის რაღაცა სისტემები და რაღაცა დროებითაც ვართ აქ დროებით ეგრეგერებთან დროებით ექიმებთან დროებით ექიმების ეგრეგერებთან დროებით ამიმეებთან დროებით ვართ მაგალითად მეზობლები კვარტირანტები ხო ამ სამეზობლოსაც აყავს ეგრეგერები კაი მეზობლები თუ არიან კაი ეგრეგერი იქნება კაი ძალა იქნება კაი საზნანია იქნება თუ ცუდი მეზობლები არიან და ტრიგერებში არიან, ხაოსებში არიან, იმებში არიან, ამებში არიან, ჩხუბებში არიან, ცოტა არ იყოს ცუდი ენერგიები იქნება, ხო? და ამ სამეზობლოში ხო არის სამეზობლო სამართალი. სამეზობლო სამართალი არსებობს. ანუ ყველა მეზობელს აქვს თავისი, რა ქვია, უფლებები, ხელშეუხებლობის უფლება, ზაშიტულობის უფლება, თავდაცვის უფლება. და ასე შემდეგ და მეზობლებს უნდა მიმართოს ადამიანმა კვარტირანტებს რომ აი კვარტირანტებო ძალიან გთხოვთ ნუ შემეხებით არ გიხებით ნუ მეხებით всё
და კვარტირანტები, უჩასნიკა მატრიცები, სამოუჩასნიკა მატრიცები, запрещаю наმინა ზროხა პროხავლიაც. Всё, განაცხადა ეს ეგრეგერიანულ სისტემაში თუ რაღაცა სისტემაში ჩემი და ვის შეესვეტრესრების სახელით და ძალებით. და ატკლუჩაიუს, მე მაგალითად ატკლუჩაიუს ამ კვარტირანტების, რა ქვია, ხელოვნური საზნანიებიდან, ეგრეგერებიდან ატკლუჩაიუს. არ მინდა ეხლა ამ კვარტირანტებმა და ამ მეზობლებმა და ამ სისტემებმა და ამ რელიგიებმა და ამ ექიმებმა მაგალითად ენერგიები ტყუილად მაჭამ დამაზომბირონ და თავიანთკაზე მატარონ, ასე ვთქვათ, ხო? მე ასტრალურ სამყაროებში სხვადასხვანაირად ხდება, სხვადასხვანაირ ლაპარაკები და სხვადასხვანაირად ხდება, სხვადასხვანაირ რაღაცა მირანტიმირებში რაღაცა სხვადასხვანაირად იგებენ. ყველაფერს ამიტომ დისტანციას ვიცავ ყველასთან. დისტანციურად, კაი გამარჯობა, კაი ნახვამდის, ხო, всё, არ გეხები, ნუ მეხები, ვერ შემეხები. запрещаю наმინა ზროხა პროხავლიაც. აი ესე უნდა დაიცვას ადამიანმა როგორღაც თავი. და ამ სამეზობლოში მაქვს ჩემი ხმის უფლება. როცა არავისთვის არ დამიშავებია არაფერი, არ უნდა დამიშავონ არაფერი, არც ფიზიკურად, არც სულიერად, არც მორალურად, ასტრალურად, არც ეფირულად. არც უნდა მახსენონ ზედმეტად, ხო, ელემენტარულად, როცა არავის არ ვახსენებ, მე ზედმეტად ცუდად. ხო, ეხლა იმათი ტრიგერები და იმათი ხაოსი და იმათი სირთულეები და სხვების პრობლემები და სხვების ის, რაც მინდა მე ეხლა აქ ამიტომ ვეუნები ყველას, რომ ვამპირებო, ჯადონბაზებო, მომშორდით, მომცილდით. ხო, ელემენტარული, ეს მარტო მეზობლებში და ეს შინაურებში შეიძლება მოხდეს, ნათესაურ ეგრეგერებთანაც უნდა, ასე ვთქვათ, დისტანცია დაიცას ადამიანმა. შეიძლება მუშაობისას კლიენტებთანაც მოხდეს. ბაზარში ზის ადამიანი ყიდის რაღაცას, მიდის ეხლა ერთი და იგივე კლიენტი, რომ შეეჩვივნენ უკვე ხო ამ ქალს. ნუ არის მეც ვიცი ეხლა სად რომელ მაღაზიაში, სად კაი კარტოფილი იყიდება, სად კაი მწვანენი იყიდება, სად იაფია, სად ზვირია, სად კაი ქალია, სად ცუდი ქალია და რომელ მაღაზიაში შევიდე, მეც ესწრება შეჩეული. ხან იქ შევდივარ, ხან გამოდივარ, ხან იქ მივდივარ, ხან იქ მივდივარ, რომ ვიცი რომ იმის ადამიანი ყიდის ამას და მე ეს მჭირდება. და ეს ვიცი სადაც იყიდება და მივდივარ იქ და ვყიდულობ, მაგრამ რომ მივდივარ და გამოვდივარ, ვიძახი რომ ძალიან გთხოვთ, მე ზედმეტად ნუ შემეხებით, მე ვარ თავისუფალი სული, 300 დაწელი ვარ, 3 უფროსი ვარ, 3 ნაბლუ დაწელი ვარ, 3 კატრალიორიცა ვარ და 3 ისაცა ვარ, რა ქვია, კურატორიცა ვარ. და ძალიან გთხოვთ, ასე ვთქვათ, დისტანციურად, через ультрафиолетовый фильтрები, через ультрафиолетовый, რა ქვია, ბაჟესტვენი პატოკებით მოხდეს ჩვენთან ურთიერთობა. ანუ ჩემი იზობირიები, ჩემი ენერგიები ხელშეუხებელია, ვერ დამაზომბირებთ, ვერ მომაყენეთ და თქვენი თავიანთი ენერგიები, თავიანთი იზობირიები, თავიანთი ისა თვითონ დაიტოვონ. მე ჩემს პრობლემებს თავზე არავის არ ვარხვევ და ყველამ თავისი პრობლემებიანად მომშორდნენ, მომცირდნენ. ხო, მე ჩემ ავადობას თავზე არავის არ ვარხვევ და ყველა თავისი ბლოკები ავადობებიანად გასრიალდნენ ჩემგან შორს. всё, ეს ურთიერთობებისაც ხდება სამსახურების დროსაც. გუშაჩიც რო ზიხარ 1000 გამომვლელია, ხან ვიღაცა შემოხედავს, ხან ვიღაცა გაიხედავს, გამოიხედავს მე და ამიტომ ქუჩაშიც კიდე ადამიანმა უნდა დაიცვას თავის ჩემი ბიოვერი, ბიოპოლი ხელშეუხებელია. სეზრიელი ხე პლახები გასრიელი ჩემგან შორს, ატმინუს მაგნიტავდება ჩემი ბიოვერი, ბიოპოლიდან შორს. всё, ასე ნელა-ნელა, ანუ ადამიანს აქვს უფლებები. უფლებები, რისი უფლებები? ეს უფლებები ადამიანმა უნდა გამოიყენოს ასტრალურადაც, ურთიერთობებითაც. აი, უფროს უნდა დაემორჩილო და სოფლებში იციან ხოლმე ბავშვებს როზდიან. კი, ეხლა ბავშვმა უნდა გაითვალისწინოს უფროსების აზრი და რაღაცები, მაგრამ ეს უკვე იცი როგორ ადევს ის ბავშვის ტვინში, რომ ვიზდებით ისე, რომ აი უფროსებს უნდა დაემორჩილო და უფროსებს უნდა რატო უნდა დაემორჩილო, ის უნდა აუხსნა ბავშვს, რატო უნდა დაემორჩილო. რომ უფროსებს კი არ უნდა დაემორჩილო, უნდა დაუჯერო იმას, რომ ეს კარგია, ეს ცუდია, ეს გავნებს, ეს გაწყენს, ეს მოგწამლავს, ეს ვიტამინებია, ესე უნდა აუხსნას ადამიანმა, თორე გაჩერდი ეხლა თორე
უნდა უთხრა აუხსნა ადამიანს შულო გაჩერდი, ნუ ხმაურობ დაწყნარდი, მეძინება მაგალითად, ან ცუდათავარ, ან ნუ ცელქობ, ან რაღაცა, ხო? და ეს ისა და ჩარჩა ეს იმაში მეხსიერებაში უფროსები, ეს რელიგიაც კიდე უფროსები, ღმერთები ვართ ჩვენ, ღმერთის ჩისტოტები ვართ ჩვენ, ღმერთი ბაჟესტვინის საზნანიები ვართ ჩვენ და კი უნდა დავემორჩილოთ. სიკეთე სიხარული ბედია, რატო უნდა დავემორჩილოთ, ეს უნდა ახსნათ ეს. თორე ღმერთს არც ერთ ღმერთსა და არც კეთილანგელოს არ უნდა ადამიანმა დაიჩაგროს, არ უნდა ადამიანი დაავადეს, არ უნდა ადამიანი მოიწამლოს, ხო, ეს უნდათ ვინებს ბოროტებს უნდათ და ეს სიტყვას კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა სიტყვას ძალიან დიდი გინებას ძალიან ცუდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან ცუდი კარმაა და ძალიან ცუდი ბლოკებია გინებაზე, ვინცაა ჩახვეული, ძალიან ცუდი ბლოკები არის. თავის სულს თვითონ იბლოკავს ადამიანი გინების იმებით. გინება, ზედმეტ სიტყვაობა, ზედმეტ ისენი. ძალიან ცუდია, ყველა სიტყვას აქვს თავისი მნიშვნელობა. სიტყვას რო იძახის ადამიანი, ეს სიტყვა უნდა 1000-ნაირად გაიაზროს. რას ნიშნავს ეს სიტყვა? წაღმაც უნდა გაიაზროს, უკუღმაცაც უნდა გაიაზროს, გაჟღერებითაც უნდა გაიაზროს. აი სახელი რას ანიშნავს მაგალითად? რა სიტყვები შედის ამ სახელში? ხო, იგივეა სიტყვაში რა სახელი შედის? და რო იგინება კიდე ადამიანი, რატო რა სიტყვებია და რამდენი ცუდი სიტყვები და რა ცუდად აჟღერს და ადამიანი იბლოკავს თავის, ასე ვთქვათ, ჩისტოტებს, ჩაკრებს, ენერგიებს, ენერგოინფორმაციულ კანალებს და ცუდი აურით დადის, დამძიმებული, დაბოღმებული აურით დადის და ავირუსებს გარშემო ყველასა და ყველაფერს. აი ეს არის ისა, თითოეული სიტყვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მინდოდა მე თქვა, რომ ადამიანს აქვს იმის უფლება და უნარი რომ აირჩიოს ეს სიტყვა თქვას თუ არა თქვას. დაალიოს თუ არ დაალიოს. სიგარეტი მოწევს თუ არ მოწევს სიგარეტი, შეჭამოს თუ არ შეჭამოს. ნუ ეხა ჭამაზე და სიგარეტზე ცოტა სირთული არის ლაპარაკი, მაგრამ რა ქვია, აი სიტყვაზე მაინც უნდა ადამიანმა დაიცვას სიტყვების ისა რაღაცა აკრძალვა უნდა დაუსვას თავის თავს, რომ აკრძალვა გააკეთოს და ამ ლოცვებშიც კიდე ლოცვები ძალიან დიდი პროგრამა არის და ლოცვებშიც კიდე კი უფალო მიყვარხარ, დიდ პატივსაცემე ვიში ესვეთრიესირებს, დიდ პატივსაცემე ჩემს ვიში იას, დიდ პატივსაცემ მე ჩემს სულსა და ყველას ვიშიას და ყველა ჩისტიეს აზნანიებს მე დიდ პატივსაცემ, მაგრამ ვიღაცების ნება არ არის ჩემი და ვიში ესვეთრიესირების ნება, რისთვის ჩემთვის ვაბლაგა, რომ იყოს ჩემი სიხარულის უყვარლი ბედნიერება, bez padmenები, bez შორტიკები, მორტიკები, bez ბესები, bez დაგავრები, მოგოვრები, bez პირვასკები, პრისოსკები. აი ეს არის. და bez ვამპირები და bez ჯადოები და bez ჯადონბაზებები, რომ იქ რა ქვია, სვეტრიესირები კი ცდილობენ ჩვენ დახმარებას, მაგრამ ეს რა ქვია, ბოროტები ჩასაფრებულები არიან, რომ გვიკბინონ, რომ მოგვპარონ რაღაცა, რომ წაგვართვან რაღაცა, მიხვდი? ან უნდა გარაცხადოს ადამიანმა, მე მიყვარს ღმერთი, მადლობა ღმერთს, მადლობა ვიში ესვეთრიესირებს, ჭეშმარიტ ვიში ესვეთრიესირებს. და ზაპრეშავი ბესებს, ავსულებს, ბოროტებს, ნამინე ზოლი ხა პროხავრიაც. всё